სანამ გადავალთ ცოტა უფრო რთულ გაკვეთილზე, ერთ პატარა გაკვეთილს შემოგთავაზებთ კიდევ ხელსაწყოს pen შესახებ. კერძოდ სწრაფი წვდომის ღილაკებზე. იქნება ეს გაკვეთილი. სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, ტრადიციულად მოგიწოდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და შეკითხვების შემთხვევაში მოგწეროთ კომენტარები. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, განვავითაროთ ჩვენი არხი და შემოგთავაზოთ მეტი საინტერესო ვიდეო გაკვეთილი. მართალია ხელსაწყო pen ადაპტირებულია, რომელიც ხდება სადმიმყოფებით დოკუმენტში ნებისმიერ დროს და აგრეთვე წარმოგვიდგენს საჭირო ხელსაწყოებს, ხანდახან ის ვერ ხვდება, რას ვფიქრობთ, ან რისი გაკეთება გვინდა. ამიტომ უკეთესია ვიცოდეთ როგორ უნდა გადავერთოთ ერთი ხელსაწყოდან მეორეზე, იმისათვის რომ მივიღოთ ის, რაც გვინდა. მოცემულ შემთხვევაში თქვენი მეგობარი იქნება კლავიატურა. გადავიდეთ ხელსაწყოზე pen, ავირჩიოთ ის, როგორც მე მაქვს არჩეული. დავაწვეთ თავის მარცხენა ღილაკით ამ ხელსაწყოზე. გახსნილ სიაში მივიტანოთ თავის კურსორი თითოეული მათგანის აი აქ თითოეულ მათგანზე შეგვიძლია მივიტანოთ და გამოტანილი იქნება შეტყობინება ცხელი ღილაკის შესახებ. ეს ღილაკები იძახებენ საჭირო ხელსაწყოს, როდესაც თქვენ მუშაობთ ილუსტრატორში. მაგალითად, ხელსაწყოსთვის pen უნდა დავაწვეთ კლავიატურაზე ღილაკზე P და ავტომატურად არჩეული იქნება ხელსაწყო pen. თუ კი დავაწვევი ღილაკზე plus ნიშანს, დავინახავთ, რომ გადართული იქნება სხვა ხელსაწყოზე. თუ კი ისევ P-ს დავაწვევი, გადმორთული იქნება ისევ კლავიატურაზე. აქ წარმოდგენილია ყველა ის ხელსაწყო, კლავიატურული კომბინაცია უკაცრავად, აი აქ პლუსი, მინუსი და shift C, რომლებიც ახორციელებენ ღილაკების, ხელსაწყოების გადართვას. მინუსის, პლუსის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ზედა პლუსის მხოლოდ აი ფუნქციონალური ღილაკების ქვემოთ რომ განლაგებული პლუსია, არა რიცხვით ციფრულ კლავიატურაზე, ავიღეთ add enchar point. თუ კი დავაწვევით მინუს, იქნება არჩეული delete enchar point. ხოლო თუ კი დავაწვევით როგორც ვთქვი shift C-ს, არჩეული იქნება ხელსაწყო enchar point. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაერთოთ საჭირო ხელსაწყოზე მუშაობის პროცესში კლავიატურის მეშვეობით. ზოგადად თითოეულ ხელსაწყოების პანელზე გააჩნია საკუთარი ცხელი ღილაკი, რომლის დამახსოვრებაც ეტაპობრივად სასარგებლო იქნება. არ არის სავალდებულო დაიზეპიროთ ისინი, უბრალოდ მუშაობის პროცესში, როდესაც ხელსაწყოს ირჩევთ, შეეცადეთ რომ დაიმახსოვროთ მისი ცხელი ღილაკი და მიეჩვიოთ მასთან მუშაობას კლავიატურით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და გაკვეთილის მოწონება.